თან ერთად ამას დიდი ხანია უშედეგოდ აპროტესტებს გადამხდელთა კავშირის და მის ხელმძღვანელს გიგლა მიქაუტაძეს. ამის ახლა კიდევ ერთი შანსი აქვს, ის ჩვენი სტუმარია, გიგლა, მოგესალმებით. რა არის ის მთავარი კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ და ვერ იღებთ პასუხს ამ ანაზღაურებასთან დაკავშირებით? ტიპური პასუხია თუ კაცი საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, საჯარო სექტორში მუშაობს თუ არა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ანაზღაურება ისეთ სერიოზულ კომპანიებში, რომელთაც თქვენ ჩამოთვალეთ, უნდა იყოს ადეკვატური, მაგრამ მან კონკურენცია უნდა გაუწიოს კერძო სექტორს, თუ გვინდა კარგი კადრები მოვიზიდოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად წარმატებულია ესა თუ ის სახელმწიფო კომპანია. მე მოგვიანებით თუ გექნება დრო ვისაუბროთ იმას, ზოგადად სახელმწიფოს უნდა გქონდეს თუ არა კომპანიები, მაგრამ თქვათ არის რაღაც კრიტიკული აუცილებლობა ამისა, საზოგადოებას უნდა გქონდეს საშუალება იმისა, რომ მან მიიღოს ინფორმაცია, ყველანაირი ინფორმაცია ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიის მუშაობის შესახებ, რათა შევაფასოთ რეალურად როგორი მენეჯერია. ჩვენ იხარჯება თუ არა მათ. და ასევე რაღაცა უნდა დადგინდეს წესი, ლოგიკა თუ როგორ განისაზღვროს ამ კომპანიების ხელმძღვანელთა ხელფასები, იმიტომ რომ მე ცოტა ალოგიკურად მეჩვენება ხა ფინანსთა მინისტრს გქონდეს 5000 ლარი თვეში ხელფასი, რომელიც განკარგავს 10 მილიარდ ლარს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისა და რომელიმე პატარა კერძო სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელს გქონდეს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი. მე ვფიქრობ ლოგიკა აქ დარღვეულია. მაგალითად თქვენ ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში, ან ვინ გეჩვენებათ ყველაზე შეუსაბამო აი ამ ჩამოთვლთაგან, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად ხელფასთან შეუსაბამო მისი თქვათ მეცით რა ჩვენ არ შეგვისწავლია ესე დეტალურად არ გვაქვს საშუალება ამ კომპანიების საქმიანობის ანალიზისა. მე შემიძლია ლატარის კომპანიაზე გესაუბროთ, რომელზეც მოიცავს ასევე ფოსტასაც. კი ბატონო, ფოსტა ცალკე კომპანია, ხელმძღვანელი ერთია, კი ბატონო, მაგრამ თუ ავიღებთ ლატარის კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები, ანუ გახადა მონოპოლისტი ბაზარზე და თურმე დღეს ვიგებთ, რომ ეს კომპანია ბოლო 5 წელია ვერ ასრულებს ნაკის ვალდებულებას, ანუ არის წამგებიანი და მას მართავს სახელმწიფო ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს მე ვფიქრობ განგაშის საფუძველია, იმიტომ რომ რას აკეთებს სახელმწიფო, რა რეაგირება მოახდინა, რატომ არ შეცვალა მენეჯმენტი, ან საერთოდ უნდა გქონდეს თუ არა ამ კომპანიას ეს ექსკლუზიური უფლებები. ასე დგას დღეს ეს საკითხი. და ეს როდესაც ვალებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი. 200 მილიონზე მეტ, ანუ ბიუჯეტის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულები ლატარის სახელმწიფო ლატარის კომპანიას, რომელშიც 70% სახელმწიფო ფლობს 217 მილიონი ლარის დავალენება გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მე ვფიქრობ არ არის პატარა მაჩვენებელი. როგორია თქვენი მოლოდინი, აი ეს მარტო თქვენ არ საუბრობთ ამაზე, საუბრობს მედია, საუბრობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მოლოდინი რასთან დაკავშირებით? რომ შეიცვლება ეს რამის ატყობთ, რომ ამ თემაზე მიდის მუშაობა, რომ აი ეს თქვა სახელმწიფო საკუთრებაში თუ მართვაში არსებული კომპანიები, ერთი რომ კერძო სექტორს უწევენ კონკურენციას, მეორე დარგში თქვა არათუ აუმჯობესებენ ვითარებას, ციფრები აჩვენოს, რომ პირიქით უკან მიდის და ხელმძღვანელები ასეთ არაადეკვატურ ანაზღაურებას იღებენ. ეს მიდის ამაზე ფიქრი ან საუბარი გადაიხედავ. ვერ ვხედავ ჯერჯერობით ნაბეჯებს აქეთკენ, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე, მაგრამ სახელმწიფო ეძებს მონოპოლიებს კერძო სექტორში, კერძო კომპანიებს შორის, ამიტომ თავად არის ხშირად ამ მონოპოლიის შექმნელი, ჯერჯერობით ნაბიჯი. კერძო კომპანიის შემთხვევაში, ბატონო გიგო, კერძო კომპანიის შემთხვევაში, თუ კი აქციონერი ხედავს, რომ მის მიერ დაქირავებული მენეჯმენტი ვერ ასრულებს მოვალეობას, ან არდებს ისეთ შედეგებს, რომელიც დამაკმაყოფილებელია, მას უბრალოდ უშვებს სამსახურიდან. ასეთ პრეცედენტები თუ გახსენდებათ, თქვა სახელმწიფო კომპანიების მაგალითზე, ან თქვა როგორ უნდა იყოს მიდგომა ასეთ. თუ რაღაცა სკანდალამდე არ მივიდა საქმე და კორუფციამდე და არ დაინგრა ქვეყანა, როგორც წესი, იშვიათად ხდება ხოლმე, რომ მენეჯმენტი იცვლება უბრალოდ ცუდი ფინანსური მაჩვენებლების გამო. ეს ძალიან ცუდია. დიდი მადლობა. ამ ფონზე შეუდარებლად